ჩვენი რუბრიკის მხარდამჭერია ციფრული გადახდების გლობალური ლიდერი ვიზა, რომლის მხარდაჭერით მარტიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ვიზა ბიზნეს ლაუნჯი გაიხსნება. ინიციატივის მიზანი პრემიუმ მომხმარებლისთვის გამორჩეული გამოცდილების შექმნაა. ლაუნჯით სარგებლობა წინასწარ განსაზღვრული რაოდენობით უფასოდ შეეძლებათ საქართველოში გაცემული ვიზა პრემიუმ ბარათის მფლობელებს, ვიზა პლატინიუმ, ვიზა სიგნეჩერ და ვიზა ინფინიტს. ამაზე საქმიანი დილის ეთერში მოგვიანებით უფრო მეც მოგიყვებით. იქამდე კი შემიძლია შეგახსენოთ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კომფორტული მგზავრობისთვის ვიზას fast track სწრაფი დერეფნის სერვისი არის ხელმისაწვდომი. როგორც ჩამოსვლის, ისე გაფრენის ტერმინალებში, სადაც ვიზა პრემიუმ ბარათის მფლობელებს შეუძლიათ სპეციალურ ტერმინალზე ბარათის მარტივი შეხებით და გრძელი რიგების გვერდის ავლით გაიარონ ყველა საჭირო პროცედურა. ჩვენი სამოგზაურო რუბრიკიდან კი გაიგებთ პასუხს იმ კითხვებზე, რომელზეც მოგზაურობის დაგეგმვისას მუდამ გეფიქრებათ. შევეცდებით განვიხილოთ ყველა ის აქტუალური საკითხი, რომელიც წლების მანძილზე მუდმივად ხდება სამუშაო პროცესში. საიმიგრაციო პროცესებზე სასაუბროდ დღეს ჩვენი სტუმარია თინათინ გოგუაძე, ენტერპრენერი და იკონსულის თანადამფუძნებელი. გამარჯობა თინა. დილონ შვიდობის მიხარია, ისე შენთან ერთად. თინა, მოდი დავიწყოთ თვითონ სავიზო პროცესებით. ვიცით, რომ ზოგიერთ ქვეყანაში სასურველია, რომ საკმაოდ ადრე გავაკეთოთ სავიზო აპლიკაცია, ზოგიერთ ქვეყნის შემთხვევაში კი პირიქით შეზღუდვა გვაქვს ამასთან დაკავშირებით. აი ამაზე რა უფრო დეტალურად მოგვიყვება. კი, მოგზაურობის დროს ორ ნაწილად გავყოფ. იმ შემთხვევაში თუ შენ ვიზა გჭირდება, მაშინ სხვა დრო უნდა გაითვალისწინო, თუ ვიზა ქვეყნებში შემედიხარ, იქ კიდევ არის რაღაც პროცესები, რაც უნდა გაიარო, მაგალითად ავტორიზაციის შევსება თუ ასე შემდეგ. ქვეყანაში, სადაც ვიზა გჭირდება, 4 ძირითადი ფაქტორი არის გასათვალისწინებელი. პირველი ფაქტორი ეს არის რიგი თუ რა დრო და მოლოდინის დრო გაქვს საკონსულოში დოკუმენტების ჩასაბარებლად, მაგალითად ამ ინტერვიუსთვის. მეორე ეს არის ხანგრძლივობა საკონსულოს თვითონ რა დროს სჭირდება იმისთვის, რომ განიხილოს შენი დოკუმენტები. სავიზო განაცხადისთვის და მოგცეს თანხმობა ანუარი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დრო შენთვის, რა დრო დაგჭირდება, რომ ეს ყველაფერი დოკუმენტაცია მოაგროვო და მეოთხე და ყველაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის თუ რა ვადით გაიცემა ეს ვიზა. მაგალითისთვის, თუ ჩვენ ბრიტანეთის საკონსულოში ვაკეთებთ განაცხადს და გავაკეთებთ 6 თვიან სტანდარტულ ვიზაზე მოგზაურობისთვის, ჩვენ თუ 1 წლით ადრე გავაკეთებთ განაცხადს, ფაქტობრივად ეს ვიზა არ იქნება რელევანტური. ხო, სწორია, იმიტომ რომ მომდევნო წლის, მაგრამ თუ ჩვენ ვაკეთებთ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის განაცხადს და გვინდა რომ მოვითხოვოთ ტურისტული ვიზისთვის 10 წლიანი არის ძირითადი ხანგრძლივობა, ამ შემთხვევაში შეგვიძლია 1 წლით ადრეც გავაკეთოთ განაცხადი და უკვე თავდაჯერებულად მომდევნო წელს კარგად დავგეგმოთ და ვიმოგზავროთ. თან შორეული ქვეყნები სხვა კონტინენტებზე მოგზაურობის დროს არ არის დაბალ ბიუჯეტიანი და მაღალ ბიუჯეტის დროს ყოველთვის ჯობს და დამეთანხმები, რომ გაცილებით ადრე დაიწყო დაგეგმა ამ ყველაფრის, რა თქმა უნდა, წინასწარ, იმიტომ რომ იქ სხვა დამატებითი კიდევ ფაქტორებია, რაც შენს ბიუჯეტსაც და დროს დაზოგავს. თინა, როგორც მივხვდი, რეალურად ბრიტანეთის აპლიკაციის გაკეთების დროს პრაქტიკულად როცა ვაკეთებ, იმ დროიდან აითვლება ჩემი სამოგზაურო პერიოდი, ამ 6 თვის, ხო? ამიტომ არის რეკომენდირებული, რომ საკმაოდ ცოტა ხნით ადრე გავაკეთო. კი, ბრიტანეთს აქვს სხვადასხვა ხანგრძლივობის ვიზები და შესაბამისი ღირებულებები. ხო, მაგალითად 6 თვიანს როცა ვაკეთებთ, უმეტეს შემთხვევაში გაიცემა იმ დღიდან, როდესაც შენი ვიზა გაიცა და არა იმ რიცხვიდან, როდესაც შენ მოგზაურობა გინდოდა. ხო, აი ზუსტად ამას. არის ქვეყნები, რომლებიც გასცემენ იმ თარიღიდან, როდესაც შენ მოთხოვნა გააკეთე მოგზაურობისთვის. კი, ამიტომ ძალიან ისე უნდა შევისწავლოთ თითოეული ქვეყანა, მანამ სანამ ამ აპლიკაციას გავაკეთებთ. მოდი აი სასაზღვრო კონტროლზე რომ გადავიდეთ, ხო? ბევრს აინტერესებს ყოველთვის, როცა ვიზო მიმოსვლის ქვეყანაში მივდივართ, განსაკუთრებით ეს ევროკავშირის ქვეყნებს ეხება ხოლმე ამ ეტაპზე, აი რა საბუთებია საჭირო, რომ ვიქონიოთ თან იმისთვის, რომ პრობლემა არ შემექმნას საიმიგრაციო კონტროლის გავლისას. კი, ხშირად დასმული შეკითხვა არის ხოლმე, მე ხომ უკვე ვიზა მაქვს, ეს ნიშნავს, რომ აუცილებლად შევალ საზღვარზე და ეს არ არის საზღვარზე მოგზაურობის, ანუ საზღვარზე შესვლას და ქვეყანაში უფლებას რომ იმოგზაურო, გაძლევს უკვე მესაზღვრე მაკონტროლებული ორგანო,
board officer-ი, რომელიც შენ გეუბნება დროს ევროკავშირის შემთხვევაში განსაზღვრავს შენი უკან დაბრუნების ბილეთი, თუმცა სხვა ქვეყნები უკვე მესაზღვრე გეუბნება, მაგალითად, შენ გაქვს იქ გაჩერების 1 კვირის, 1 თვის თუ ასე შემდეგ. განსაზღვრება ვიზის და იმის მიხედვით თუ რა არის შენი გამგზავრების მიზანი. რაც შეეხება დოკუმენტებს, არის სავალდებულო დოკუმენტები და არის სასურველი დოკუმენტები. სავალდებულო დოკუმენტებში შედის, რა თქმა უნდა, ბიომეტრიული პასპორტი, იმიტომ რომ ზუსტად ES სისტემები ამას გთხოვს, რომ უნდა იყოს აუცილებლად ბიომეტრიული მონაცემებით დატვირთული ეს პასპორტი. ორი მხრივი ბილეთი, ანუ წასვლის და დაბრუნების, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა განისაზღვროს შენ როდის ბრუნდები შენ ქვეყანაში. განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტი და ეს შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა, სასტუმროდ, შეიძლება იყოს მოწვევა, იმიტომ რომ მაგალითად პირადად შენი ნათესავის ან მეგობრის ოჯახში მიდიოდი. ამიტომ არის აქ არა სასტუმროს ჯავშანი, არამედ განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტი. სამოგზაურო დაზღვევა და ზოგადად რომ არ გთხოვდეს ქვეყანა მოგზაურს სასურველი ყოველთვის გქონდეს, იმიტომ რომ ეს არის ზუსტად შენი დაზღვევა იმისთვის, რომ სწრაფი გადაუდებელი შემთხვევის დროს შენ დაზღვეული იყო და რაღაც დამატებითი დაბრკოლებები არ შეგექმნას და შენი მოგზაურობისთვის საჭირო თანხა. ევროპაში განისაზღვრება, რომ ღამეზე გარდა იმ ყველა ხარჯისა განთავსება თუ ასე შემდეგ, უნდა გქონდეს 90 евро ერთი ღამისთვის. მოდი, აი ES სისტემა ახსენე და ეს ცოტა დაბნელობას იწვევს ხოლმე ტურისტებში ძალიან ხშირად. ოქტომბრიდან ჩაიშვა ეს სისტემა, აპრილის შუა რიცხვებისთვის არის გეგმაში, რომ ასე ვთქვათ, საბოლოოდ დასრულდეს. აი მაინტერესებს, რა არის კონკრეტულად ეს ES სისტემა, რაიმე წინასწარ მაქვს შესავსები, სანამ გავემგზავრები, არ მაქვს შესავსები, რა ვალდებულება მაქვს პირობითად აპრილის შუა რიცხვებამდე, სანამ ეს პროცესი დასრულდება და რა ვალდებულება წარმომექმნება აპრილის შუა რიცხვების შემდეგ, როცა ეს პროცესი უკვე დასრულებული იქნება. ევროპაში, ევროპას, ანუ EU LISA, ეს არის ევროპის ესე განიმარტება Large Scale IT System Agency, რომელიც პასუხისმგებელია დიდი მონაცემთა ბაზის სისტემებზე და ამ ეკოსისტემაში შედის. ამათში შედის ესეთი არის ES სისტემა, ასევე არის SIS სისტემა, VIS სისტემა და Eurodac, რომელიც საიმიგრაციოს აკონტროლებს და ამ სისტემებს აქვს თავისი ბაზები. რატომ რაში გვჭირდება ეს სისტემები და რაც ევროპას და მათ შორის ჩვენს. ჩვენთვის როგორც მოგზაურებისთვის ეს არის გამარტივებული, უკვე ჩვენი მონაცემებით აღრიცხული სისტემა, სადაც უფრო მარტივად გავივლით ამ კონტროლს. აქამდე, სანამ მაგალითად სასაზღვრო მესაზღვრე ამოწმებდა სხვადასხვა სისტემებით. ეხლა უფრო მარტივად ხდება, იმიტომ რომ გაციფრულებულია და ჩვენთვის არის მარტივი მოგზაურობისთვის, რიგების მხრივაც. რაც შეეხება ევროპისთვის, ევროკავშირის და ევროპის ქვეყნებისთვის, შენგენის შემავალ ქვეყნებს, მათთვის არის და მათი მოქალაქეებისთვის უსაფრთხოება. იმიტომ რომ არ შევიდეს ისეთი ადამიანი, რომელიც მაგალითად SIS სისტემაში ირიცხება, ეს არის სისტემა, სადაც თუ დარღვევა გქონია ან მაგალითად რაიმე კრიმინალი გაკავშირებს ევროპასთან, ეს მონაცემები აღირიცხება SIS სისტემაში, რომელიც გაერთიანებულია და ES-იც ხედავს. დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ, e-gate და ES სისტემა ხშირად ერევათ ხოლმე ერთმანეთში. რა განსხვავება? e-gate არის დაახლოებით რომ გწავს. ესეც სისტემა, უბრალოდ ეს არის ტექნოლოგია, რომელიც შენს პასპორტს კითხულობს, ბიომეტრიულ პასპორტს და მარტივად ადარებს ჩასხდომის ბარეთს და გადიხარ. ამ სისტემას შეიძლება დაერთებული ქონდეს ES სისტემად, ან არ ქონდეს და გასვლა კიდევ ფიზიკურად რომელიმე მაკონტროლებელ ოფიცერთან მოგიწიოს. ES სისტემას აძლევს შენს შესახებ ინფორმაციას და აქ არის ძირითადად გარდა იმისა, რომ ასკანერებს შენს პასპორტს და ბიომეტრიულ მონაცემებს, ასევე იღებს შენს ფიზიკურ ბიომეტრიულ მონაცემებს და ესეც არის თითის ანაბეჭდები და სახის სკანერი. გასაგებია. თინა, პრინციპში
დღეისთვის მე მგონი უნდა დავასრულოთ. ძალიან ისეთ საინტერესო კითხვებზე მივიღეთ მგონი პასუხი. უღრმესი მადლობა მომწურავი პასუხებისთვის და ინფორმაციისთვის. მსგავსი ტიპის შეკითხვებს მოგზაურები პრინციპში ყოველდღიურ რეჟიმში სვამენ და მათზე დაზუსტებული ინფორმაციის ცოდნა უმნიშვნელოვანესია. ჩვენი შემდეგი რუბრიკა სამოგზაურო დაზღვევას მიეძღვნება, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს მოგზაურობისას და ბევრ ქვეყანაში სავალდებულოც კი არის. დღეისთვის გემშვიდობებით და შევხვდებით ერთ კვირაში.